სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო გაიგე? ხო, ავდექი, უცებ რომ სამსახურში მაგვიანდება, ბევრი საქმე მაგზავნ რა. ელენესაც წავიღო სკოლაში. უცე ბევრი საქმე თუ გაქვს, მე წავიღონ ელენეს. არა, რა ვიცი, მე ნატრება ელენიკოს ერთად სიარული რა. 15 წუთი არაფერს არ მიწყեց რა. კაი, დამისხირა ჩაი. ელენესაც დაუსვათ ხო? არა, ელენეს არ დაუსხა, სანამ ეგ ჩაიცვამს, გაუცივდება. რა იყო ეპრანჭი ვიმეს? რო კითხო, კარგად მინდა გამოვიყურებოდეო. კარგად მოცია? ძალიან ლამაზი ხარ მამიკო. ჩემბე. ულამაზესი ხარ. თქვენგან ადამიანი კრიტიკულას ხო ვერ მოისმენს. აი რატო ვითომ? გეტყვი ახლა რომ ვაგვიანებ სკოლაში. კაი, 2 წუთში გავიდეთ. ერთი თხოვნა მაქვს. აბა, სკოლის მერე ბავშვები გეკმავენ, გარეთ გასვლას და გთხოვ რა გავყვები. სად მაგაისაიროთ, მა? მოლში და პარკში, რამდენი ხანია არ ყოფილა. ხო და ტელეფონი ჩართული გექნება, ხო? ხო და აი რა დროსაც არ დავრეკავ, აიღებ. აბა რა, ამალე მოდი მამიკო გთხოვ. არც 1 წუთს არ დავაგვიანო. აი წადი მალჩა. აი ჩანს ჩავაგებ და წავიდეთ. აი არ ნერვიულო რა. დღეს მივიდივარ ექიმთან. მართლა? ხო, სამსახურიდან გავალ რა. დავრეკე ჩავეწერე. იმ ნომერზე თქვენ რომ მომეცით. მე რა კარგი ბიჭი ხარ. როგორ გამახარე რო იცოდე. ხო და ამ მომშლით ეხა მაგ თქვენი სანერვიულო სიიდა. ვეცდები, მაგრამ ვერ დაგმერდები. ზვიად, ბავშვებს აჭამე? ზვიად! აჭამე ბავშვებს? კი, 5 წუთის წინ ჭამაურივე. კაი, მომიყო. მოიდი ხო? ჩემი ჭკვიანი გოგოინარი? და ჩემი ჭკვიანი ბიკ. მოიცა ეს ხო შმაგია. აბა ვინ უნდა იყოს ზვიად? აუ რა ვიცი, ისე მაგრად გვანან ერთმანეთს რომ ხანავდილად აჭამე შენ. კი. გონი. რა მგონი? გონი ერთს ვაჭამე 2-ჯერ. რანაირად? რა ვიცი, მე მეგონა ერთნაირ რაღაცები ეცვათ. აი მე, ანუ ერთი მშიერია და ერთს 2-ჯერ აქვს ნაჭამი? ეგრე გამოდის. და შენ ხომ იცი რომ არ შეიძლება ბევრი ჭამა? ვიცი და რა ვქნათ ახლა? კაი, არაფერი, მომიყვანე. მოდი და ერთ წამს დაჭა. მოდი და ხო, აჩვენე შენი. შმაგია დასრული, ანუ მამა ჭამამ. შენ ჭამე დედიკო? ხო, ეგრე გამოდის. გვალცა სუფთა. ოჩახ. რა მოვიფიქრე, იცი? აწი ესე გავიგოთ ხოლმე, რომელიც დასრული იქნება, ესე იგი იმან ჭამა. და ორივე რა დასრული იყოს? კარგი რა ნინ, რა გჭირს, ესე იგი ორივე მჭამა. ახო. აუ, რა მოვიფიქრე? რა აბა? მოდი ძიძა ავიყვანოთ რა. ძიძა?
ხო რა, ანუ აღარ შემიძლია რა, სულ დაღლილი ვარ, სულ მეძინება, სამსახურშიც ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ. და წარმომიდგენია შენ მთელი დღე რა დღეში ხარ. სად ვიშაოთ ძიძა? გავიკითხოთ, გამოვიკითხოთ, ეცოდინება ვინმეს. კაი, მაშინ კარგი ძიძა ავეციათ, ხო? კი. ნამდვილად კარგი. კი, რა. კაი, ეს შენ. ესეც შენ. მე წავედი. შენ როდემდე უნდა იმალებოდე? რას ხმაურობ, ჩუმად ვერ მეტყვი? შენ როდემდე უნდა იმალებოდე? შენი აზრით, ყოველდღიური შემთხვევები რამდენ ხანში ავიწყდებათ ადამიანებს? და წლებში. მაგრად მომხნევებ რა. კაი რა სალომე, რა მოხდა მე რომ უთხარი ქეთის, რა? ხო, აი სამსახურიდან რომ გამიშვებენ, შენ იქნები ბედნიერი, მე ვიკითხო. მომისმინე, მოადრამატულებ რაღაცეებს. უბრალოდ ქეთის უთხარი გიორგიზე, რა? ხო, სწორი ხარ, სიმართლეა, მე რა შუაში ვარ. მაგრამ დღეს დილას ქეთი ისეთი სახით შემხვდა, რომ გული გამისკდა. ქეთი საერთოდ არ ყოფილა დღეს. ჩემს წარმოდგენებში იყო და ეგეთი სახით მიყურებდა. აი რა სალომე რა. ეგ კი არა იცი რა მაინტერესებს. თუ ანა არ მიდის არსად. გიორგი მე რატო გითხრა? ხო, რა მნიშვნელობა აქვს ანა თუ წავა ჩვენ ձեր მეგობრებთან? რაო? მობრძანდით? და სად ხართ მთელი დილა? აღარ გვინდა სწავლა? გვინდა? მერე? საბუთებზე ვიყავით გასულებ. თქვენ რაღაც ერთმანეთს ძალიან შეეწყვეთ, ხო? ძალიან მიხარია გამავე. ჩვენ გოგონა რო წახვედით. მე? სად უნდა წავსულიყავი? სამსახურიდან. სხვა სამსახურში. რატო? მე ძალიან მომწონს ჩემი სამსახური და ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე სხვათა შორის ამ კომპანიისთვის. და კიდევ ძალიან ბევრს გავაკეთებ, ასე რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. დამშვიდით? იმიტომ რომ რატო უნდა წავსულიყავი სად? ეხლა კარგად მომისმინეთ ორივე. გიორგი გუნია არის ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის რაც მე და გიორგი შორის იყო, ეს თქვენი საქმე არ არის და არც არავისი აქ. და მით უმეტეს მაგ მიზეზით მე საერთოდ არ მომიწევდა აქედან წასვლა, თუ ეგ გონიათ. ასე რომ რა ინფორმაციაც მიიღეთ, ისევე გავუშვით და დაივიწყეთ. გასაგებია? ჩვენ არც გავიგია არაფერი. ხო, უბრალოდ ვიფიქრეთ, რამე უკეთეს შემოთავაზება ხომ არ მიიღეთ. ხო. არა, უბრალოდ დეიორი მქონდა. ძალიან კარგი. გადასარევი. აბა ეხლა საქმეზე გადავედით, რა ხდება სადაც ჩემი საკუთო. აი, ზუსტად ეხლა ვაპირებდი ამოტანას, მოვჩით ყველაფერს. ხო და ამონტანე. კარგით. ახლავე. ისა შენ ეს თამაშები გითამაშია? კი, მე და მამა ჩემი დავდივართ ხოლმე. ჩვენ უფრო კინოში დავდივართ ხოლმე. თუ გინდა კინოში წავიდეთ. არა, თან მაინტერესებს, მაგრამ კარგად თუ ვერ ვითამაშე, მაგის ბრალია. შე ყველაფერი კარგად გამიგის. და რომც არ გამოგივიდეს, მე აგიხსნი და გამოგივა. კაი. Feels so good in my skin and I'm comfortable in a world that's so soft and wonderful. Better with you.
ასე თუ გავერთობოდი და კარგად თუ გამომივიდო და არ მეგონა. ხომ გეუნებოდი. ისე ყველაზე მეტად ბოულინგი მომეწონა. თან აშკარად კარგად ვიშვიდი ბურთს. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხარ. იმიტომ რომ შენ მასწავლე. შენ შავ-თეთრი ნაყინი გიყვარს, ხო? ხო, რაღაცნაირად ავსებენ ერთმანეთს. პატარაობაში სულ შოკოლადისას ვჭამდი და ვანილის მინებოდა. ვანილს რო ვჭამდი შოკოლადის. და მე მივხვდი თუ ორივე შევჭამდი, ორივე გექნება და კმაყოფილი იქნება. ხო, მეც მაგიტომ მიყვარს. ისე შემდეგზეც წამოვიდეთ. არა, რო ივარჯიშო. კაი და თუ კარგად ვივარჯიშე, შეიძლება შენც მოგიგო. ხო, მაგისთვის ბევრი ვარჯიში დაგჭირდება. Forever with you. ვიცოდი რომ მოხვიდო. მე არ ვიცოდი და შენ საიდან იცოდი? მე ვიცოდი. ანა ბავშვობიდან გიცნობ და ვიცი რომ გაქვს სიტუაციის სწორად აღქმის უნარი. მაშინაც ეგრე იყო და ეხლაც ეგრეა. აი რაკეთ რა არის სწორი და რა არის არასწორი აღარ ვიცი უკვე. საერთოდ არავის არ უხარია ჩემი დანახვა. მე მიხარია. საქმეს უხარია. ძალიან კარგად დავამშვიდე, ყოჩა. ელაპარაკე კას? კი, ველაპარაკე. მაგას ვიცი როგორ უყარს კონტროლი. ხო და ჩამოვიდეს და მაკონტროლოს აქედან თუ შეიძლება. რაო, რა გითხრა? რა მითხრა და გამომოაძღა საშინლად როგორც იცის ხოლმე. მიყვარს ეკა. და ერთ-ერთ რატო წახვედი მაქედან როგორ გაბედე რომ წასულიყავია. მე ძალიან მიყვარს. ხოდომის პატარა ბავშვით გიჯერებს ყველაფერში. სწორია და უნდა დაგვიჭერო. და ამ